მოკლედ ახლა ვარ იუსტიციაში რა და როგორც так უკვე ამ წლიდან ყველა სერვისზე ფასი არის ორჯერ გაზრდილი. ანუ ბიზნეს რეგისტრაცია გინდა თუ ნებისმიერი რამ ყველაფერი არის ფასი არის ორჯერ გაზრდილი. სამაგიეროდ სერვისი არის უფრო გაუარესებული. აი ხო გახვალთ დაინახავთ რომ ხალხს ზოგს ფოტოს გადაღებაში უნდა დახმარება, ზოგს რაღაც კითხვა აქვს და აი უბრალოდ რომ დადიხარ აი შემოსასვლელის ირგვლივ ყველა რაღაცაზე გამოთქვამს წუხილს რომ აი ეს მინდა ვინ არის აქ სადგან და არავინ ახლო არ არის. ხო და ეს პრობლემა არ არის იმ ხალხის ვინც აქ მუშაობს და იმ გოგოების და ბიჭების ვინც აქ მუშაობენ, იმიტომ რომ ფიზიკურად რო უყურებ ყველა დაკავებულია 1-2 კაცია ამაზე დასაქმებული. აქ რეალურად პრობლემა ის არის რომ მენეჯმენტი აქ არის ნულოვანი რა. წლების განმავლობაში ვაკვირდები იმას, როგორ გადააქციეს მართლა ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა, ამათმა საერთოდ სიგიჟეთ, იმიტომ რომ არანაირი მენეჯმენტის ცოდნა, არანაირი დალაგებულობა, პირიქით ფასებს ზრდიან და ზრდიან, ოღონდ აი ვისთვის იზრდება ეს ფასი ხო? ფასი თუ იზრდება, რაღაც მომსახურება ხო უნდა გაუმჯობესდეს და ესენი რავი აუარესებენ და წლიდან წლამდე სულ უფრო და უარესი ხდება რა ეს ყველაფერი, თუნდაც კონსულტაცია თუნდაც ასე მიხედავთ კიდევაც არაფერი არ შეცვლა, უკეთესობისკენ საერთოდ არაფერი არ შეცვლა. და რა ვიცი, სამაგიეროდ ფასები იზრდება.